ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ როგორმე აქ ეს ნასკვი გაიხსნას, ასე ვთქვათ რა. და კრიზისი, რომელიც დადგა საქართველოში, ეს კრიზისი არის პოლიტიკური და ეს კრიზისი პოლიტიკურადვე უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, ჩვენ ბევრჯერ უკვე გაცვეთილი ფრაზა არის, შეიძლება ასე ითქვას, რომ ეს სპრინტი არ არის, ეს მარათონი არის და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ რა. მე მინდა რომ საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ მზად ავართ. ეს ხალხი ყოველდღე ზუსტად მაგას ამტკიცებს, რომ მზად არის. საქართველოს მოქალაქეები არიან მზად, რომ ამ მარათონში მიიღონ მონაწილეობა და საქართველოს გაიყვანონ და გაიტანონ იმ გზაზე და იმ რელსებზე დააყენონ, რომელ რელსებზედაც ვიყავით და ესე მოვკიდეს ხელი და ჩამოხსნეს უცებ რა. თან ისე ჩამოხსნეს, რომ აი არც კი იღებენ არანაირ არგუმენტს, საწინააღმდეგო აზრს, უბრალოდ აი ესე გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ არასწორები და ისინი არიან მართლები და ესე მინდა და მორჩა ხო, მორჩა. აი ეს შავი არის თეთრი, თეთრი არის შავი და არანაირ არგუმენტს არ იღებენ და რა ვიცი, ალბათ ერთადერთი რაც დაგვრჩენია, აი ესე ჯიუტად, აი ამ მარათონში უნდა ჩავებათ და ბოლომდე გავიყვანოთ. რაც დაგვრჩერდება. სხვა გზა ჩვენ არ აქვს. და რაღაცნაირად უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში, ანუ მე ვგულისხმობ პოლიტიკოსებიც უნდა რაღაცნაირად ჩაერთონ და იმედია იმდენად ბუნებრივია მთლიანად ეს წინააღმდეგობა. ეს უნდა იყოს რაღაცა სინერგია უნდა იყოს რა, პოლიტიკოსებისაც და ასევე საზოგადოების იმ ჯგუფების, რომლებიც პირველ პლანზე არიან წამოწეულები. აი რაც გამოჩნდა ახლა და წამოვიდა, ხო, ახალი ჯგუფები წამოვიდა. მათ შორის ჩვენი ჯგუფიც ახლა ახალია. ჩვენ რაღაცა ვიწრო ისეთი ასე ვთქვათ პროფილური ეს ხაზი გქონდა, მაგრამ დღეს გამოჩნდა, რომ ეს მარტო ვიწრო პროფილური აღარ არის. მარტო უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე აღარ არის ლაპარაკი. თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე რო ვილაპარაკოთ, შესაბამისი გარემო უნდა იყოს. ეხლა არავის არ ცალია თავდაცვისთვის და უსაფრთხოებისთვის. ეხლა მთავარია, რომ ჩვენ საქართველოს გადავარჩინოთ, სახელმწიფოებრიობა გადავარჩინოთ, შევინარჩუნოთ და მერე ვილაპარაკოთ თავდაცვაზეც, უსაფრთხოებაზეც, ეკონომიკაზეც, სწავლაზეც, განათლებაზეც, მედიცინაზე და ასე შემდეგ. ეს არის უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი ახლა ჩვენთვის რა.